თქვენ თუ გეგონათ რომ ხილის დესერტებს წინა ვიდეოში მოვრჩი, ძალიან შემწდარხართ. დღეს უნდა გავსინჯო ბათუმის ხილის ფორმის დესერტები. და ვნახოთ ესენი ხრაშუნა და გემრიელი თუა. ამ 5 დესერტში გადავიხადე 54 ლარი. პირველი არის ვაშლი, რომელიც მამაზად გამოიყურება ნამდვილად. ნამდვილი ფოთოლია. ეს ვაშლი გაცილებით უკეთესია, კრემით და შიგნითაც და გარედანაც. ულამაზესად გამოიყურება მსხალი, ტექსტურაც მომწონს, უფრო ნამდვილს გავს. ას დავუწერდი 10-დან 5-ს. დიდად არ მომეწონა. გარშემო ჟელატინის გემო უფრო იგრძნობა კრემში. შემდეგი გავსინჯოთ მარწყვი. აი ესე გამოიყურება. მარწყვის შიგთავსით ვაშლის გემოზე მიდის. კრემი აქვს აშკარად ერთი და იგივე და ძალიან კაი კრემი არის ეს. მარწყვს დავუწერდი 10-დან 8-ს. ეს არის ალუბალი. ვაშლს ვამსგავსებ მე ალუბალი თუ იყო ვერ მივხვდი სანამ არ მითხრეს. კოდის და ალუბლის ტორტი ალბათ ყველას გიჭამეთ. აი ზუსტად ეგეთი გემო აქვს, უბრალოდ ამათ აშიგნით ბისკვიტები არ აქვს. 10-დან 8-ს დავუწერდი. და ბოლოს ის მომეწონა ძალიან ვიზუალურად. ვიდეო წამოვიღე ხილის ფორმა არ არის, მაგრამ ლამაზია. ესე გამოიყურება შიგნით. მოკლედ, კარგად ვერ მივხვდი, ამას ზუსტად რისი გემო აქვს. საბოლოო ჯამში თბილისში რაც გავსინჯე, ყველაზე მეტად მანგოსი მომეწონა, აქ კიდევ ვაშლი. თუმცა ვაშლს უფრო პირველ ადგილზე დავაყენებდი და შემდეგ მანგოს. წავედი ახლა ყველა განსხვავებულ დესერტს უნდა ჩამოვუარო.